რამ განაპირობა ტარიფების ცვლილება წყალმომარაგებასა და ენერგეტიკაზე. Როდემდე განისაზღვრა ახალი ტარიფები და რა ცვლილებები გაატარა გასულ წელს მარეგულირებელმა. ამ და სხვა საინტერესო დეტალებით და სექტორში მიმდინარე ვრცელი ანალიზით სენმეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონო დავით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯვებათ, მოგესალმებით ტელემაყურებლებს. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა სტუმრობისთვის. პაატა მახსენა ტარიფები, რომელიც წლის მიწურულს დადგინდა, განახლდა. მოდით ცალ-ცალკე ჩავშალოთ, დავიწყოთ ელექტროენერგიის ტარიფით, რომელიც 3 თეთრით შემცირდა ყველა მომხმარებლისთვის. საინტერესოა, როგორ მოხერხდა ამ შედეგის მიღწევა და რამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შემცირებული ტარიფები გვექნება და ასევე საინტერესოა, რა ვადით განისაზღვრა უკვე შემცირებული ტარიფი. მარეგულირებელი კომისია იცით თქვენ, რომ სატარიფო გაანგარიშებას ახორციელებს კონკრეტული ეკონომიკური პარამეტრების საფუძველზე. გარდა ამისა, ელექტროენერგეტიკის ნაწილში ჩვენ ასევე ჰიდროლოგიურ მონაცემებს, მოხმარებას და ასე შემდეგ სხვა პარამეტრებს ვიყენებთ. როცა თავის დროზე დადგინდა ტარიფი იყო შედარებით უფრო მშრალი პერიოდი, შესაბამისად შემდეგი 2 წელი ეს იყო 2022 და 23 უფრო უხნალიქიანი პერიოდი იყო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ენგურხეს და იგივე თქვათ სხვა ჰესებს გამოიმუშავებინათ უფრო მეტი იაფიანი ენერგია, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პერიოდში დასრულდა ენგურხესის გვირაბის რეაბილიტაცია, შესაბამისად წყლის დანაკარგები, რომელიც იყო გვირაბში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი და ენგურხესმა შეძლო მეტი ენერგიის გამომუშავება. იცით თქვენ ასევე, რომ ენგურხესის ტარიფი ეს არის სენმეკის მიერ დადგენილი ტარიფი და შესაბამისად არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ენერგიის წყარო. სწორედ ამ ყველაფერმა მოგვცა ჩვენ საშუალება რომ შეგვემცირებინა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ყველა კატეგორიის მომხმარებლებისთვის და ჩვენი ვარაუდით და ჩვენი პროგნოზებით ეს შემცირებული ტარიფი შენარჩუნდება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. ბატონო დავით, რადგან ტარიფებზე საუბრობთ, უნდა შევეხოთ წყალმომარაგების ტარიფსაც. ამ მიმართულებით კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფები გაიზარდა. საინტერესო იქნება განმარტება ამ მიმართულებითაც, რამ განაპირობა წყალზე ტარიფების მატება ამ შემთხვევაში კომერციული მომხმარებლებისთვის. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, დედაქალაქში, რუსთავში და მცხეთაში მოხდა ტარიფების ზრდა კომერციული მომხმარებლებისთვის, ანუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, მოსახლეობისთვის ტარიფი დარჩა უცვლელი. აქაც ტარიფის 3 წლიანი ვადით დადგინდა, განისაზღვრა და შესაბამისად 3 წლის განმავლობაში იქნება უცვლელი. ის თუ რამ განაპირობა კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფის ზრდა, ეს არის დიდწილად ამორტიზირებული ქსელი, რომელსაც ჭირდება ინვესტიცია, განახლება. ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მივიღეთ ცალკე გადაწყვეტილება რუსთავში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე და კომპანიას მაშინ ცალკე არსებობდა რუსთავის წყალი დავავალეთ, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განეხორციელებინა და ქსელის ეს თქვათ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა. ამიტომ ეს გარკვეული ნაწილი მათ მიერ უკვე დახარჯული თანხებისა აისახა ტარიფში, ისევე როგორც დედაქალაქის ნაწილში ასევე არის ცალკეული ძალიან მძიმე უბნები, სადაც ახალმა ინვესტორმა კომპანიამ, ეს არის აქვალია, წარმოადგინა საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი საინვესტიციო გეგმა, რომ უფრო მეტი ტემპით მოახდინოს წყალმომარაგების სისტემის განახლება. და ამ სისტემების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში გაკეთებულია, ამორტიზირებულია, სწორედ ამიტომაც ხშირია ავარიები. ამიტომაც ეს ინვესტიციები, რომელიც ჩვენ დაუმტკიცეთ Georgian Water and Power, სწორედ მიმართული იქნება შემდგომ წლებში ამ მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე და შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა აისახოს ავარიებზე, ანუ ავარიები უნდა შემცირდეს და მომხმარებლისთვის წყლით ასე ვთქვათ უზრუნველყოფის მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს და შესაბამისად მომხმარებლის კმაყოფილება უნდა მოყვას ამ ყველაფერს. მოკლედ ჩაიკითხებით აქვე საინტერესოა თუ კი Georgian Water and Power-ის ინვესტიციები გაგრძელდება და გაიზრდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ შესაძლოა უკვე ასახვა მოხდეს საყოფაცხოვრებო ტარიფზეც აი ამ ინვესტიციების. შემდეგი 3 წელი კიდევ ერთხელ ხავს უსვამ იმას, რომ ტარიფები წყალმომარაგების სექტორში იქნება უცვლელი. ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე არსებული და დამტკიცებული საინვესტიციო გეგმა რაც არის, ამ გეგმის შესრულებას დავაკვირდებით ძალიან ყურადღებით და იქნება გასვლებიც სხვადასხვა
პროექტების განხორციელების პერიოდში, ისევე როგორც ფინანსური მონიტორინგი განხორციელდება და აუდიტი კომისიის მხრიდან. ამიტომ ამ ეტაპზე რაიმე სახის ტარიფების ზრდა მით უმეტეს მოსახლეობისთვის და არც კომერციული სექტორისთვის ნავარაუდები არ იქნება. დავაკვირდებით ამ საინვესტიციო გეგმას, ანუ ეს ასე ვთქვათ ამბიციური საინვესტიციო გეგმა რამდენად იქნება შესრულებული და ჩვენ გვაქვს ასევე კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური პარამეტრები, რა პარამეტრებითაც ჩადებული ინვესტიციების უკუგებას ვაფასებთ. ანუ ეს არის ავარიების რიცხვის შემცირება, კმაყოფილების დონის წყლით უზრუნველყოფის მაჩვენებლების გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ძირითად წყალმდენებზე იქნება ასევე გაკეთებული, ვინაიდან ძირითად წყალმდენებზე არსებული ავარიები უკვე იწვევს დიდი უბნების გათიშვას და შესაბამისად უფრო რაოდენობრივად მეტი აბონენტი ითიშება. სწორედ ამიტომ ესეთი ტიპის პრობლემები შემდგომი 3 წლის განმავლობაში იქნება აღმოფხრილი. კი ბატონო. ბატონო დავით, ჩვენ ვისაუბრეთ ასე ვთქვათ ტარიფებზე და სანამ გადავალთ გარკვეულ მიღწეულ შედეგებზე, მე მინდა გკითხოთ ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ხანს გავრცელდა და ვისარგებლოთ თქვენი სტუმრებით. ერთ-ერთმა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სემეკის მხრიდან გაიზარდა რეგულირების ტარიფები, შესაბამისად გაიზარდა სემეკ შემოსავლები, აქ საუბარი იყო ახალ შენობაზეც. ამაზე გარკვეული განცხადება გავრცელდა სულ რამოდენიმე საათის წინ თქვენს ვებგვერდზე, მაგრამ საინტერესოა თქვენი პოზიცია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია. გაკოტრებული პოლიტიკური პარტია ცდილობს, რომ დაარტყას კომისიას, რომელიც არის დამოუკიდებელი და ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია და რომელმაც შეძლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრაქტიკულად პირველი ხელშესახები ტარიფების შემცირება გააკეთა ელექტროენერგიის სექტორზე. გავაკეთეთ პოზიტივი, სწორედ ამიტომაც თავს დაგვესხა პოლიტიკური ოპონენტები, ეს ჩვეულია მათი მხრიდან არ ახალია, თუმცა მინდა ვიტყვი, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რომან გოცირიძე ჭყალებში ბუმბერაზი პოლიტიკოსი, როგორც მე უწოდე ჩემს, ასე ვთქვათ, შეპასუხებაში, როგორც ჩანს, ასაკის მატებასთან ერთად რაღაცები დაავიწყდა მას, დაავიწყდა ის, რომ მათი მმართველობის პერიოდში სემეკი ერთი ხელის მოსვლით ერთ დღეში გადაისროლეს ქუთაისში. არ დახვდა იქ შენობა, არაფერი, დაავალეს სემეკს საკუთარი ფულითვე აეშენებინა შენობა, საიდან გამომდინარე მოუწია რეგულირების საფასურის გაზრდა. და თბილისში არსებული შენობა, რომელიც ჰქონდა სემეკს, გაუყიდეს და როცა სემეკი დაბრუნდა თბილისში ჩვენი მმართველობის პერიოდში და სწორი იყო, რომ დაბრუნდა შენობა, არ დახვდა კომისია. სწორედ ამიტომ მოგვიწია ის, რომ წლების განმავლობაში გვეგროვებინა ფული, რომ კომისიას შენობა გამოესყიდა და შესაბამისად დღეს კომისიას აქვს თავისი შენობა და ადმინისტრაციულად არის უზრუნველყოფილი. მთელი წლების განმავლობაში კომისია იხდიდა ქირას და ეს ქირა რომ დავაჯამოთ საკმაოდ დიდ თანხაზე გავდიოდით და ამავდროულად კი არ გავზარდეთ ჩვენ რეგულირების საფასური. წაიკითხოს მაინც არის ეს გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვღებულობ და ჩახედოს ციფრებს ეკონომისტობაზე, როცა აქვს ადამიანის პრეტენზია, შევამცირეთ კიდეც რეგულირების საფასური 30%-ით არის ბოლო 10 წლის განმავლობაში 2013-დან მოყოლებული რეგულირების საფასური შემცირებული. კანონით რაღაცა პერიოდულობით უნდა გაიზარდოს, რაღაცა პერიოდულობით უნდა შემცირდეს. ასე რომ არც ერთი რაღაცა ესეთი ხელშესახები ინფორმაცია და რამე სიმართლე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ ყოფილა. პაწაწენა ორგანიზაციაა თქვა თან სემეკი საკმაოდ სოლიდური ცნობილი ტარიფების შემცირების შესახებ. საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა, სემეკი ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს. ახალი რეგულირების სფერო დაგვემატა. მელიორაციის რეგულირება დაიწყო კომისიამ ასევე, ასე რომ ესეც რაღაცა ესეთი თითიდან გამოწვეული ინფორმაციები იყო და უპასუხეთ უბრალოდ. კი ბატონო, დავით, გადავით ასევე ძალიან საინტერესო საკითხებზე, ნეტო აღრიცხვასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. საინტერესოა როგორ შეიცვალა ამ მიმართულებით მდგომარეობა გასულ წელთან დაკავშირებით, რამდენად გაიზარდა მასში ჩართული სიმძლავრეების მოცულობა. ვინაიდან წელი დასრულდა პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია უკვე შევაჯამოთ გასული წელი უკვე 1000 ერთეულზე მეტია მთელი ქვეყნის მასშტაბით ნეტო აღრიცხვის სისტემაში დაყენებული მზის სადგურები, ჯამური დადგმული სიმძლავრე 60 მეგავატს აღემატება და ამ 60 მეგავატიდან მხოლოდ გასულ წელს 25 მეგავატზე მეტი შეიქმნა. ამდენად 2023 წელი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი აქტიური წელი იყო, სწორედ ამ პერიოდში ძალიან ბევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა დააყენა ეს სისტემა. ერთის მხრივ პროცედურები არის ძალიან მკაფიო, მეორეს მხრივ
არსებობს გარკვეული ხელშემწყობი მექანიზმები ქსელური გატარების საფასურისგან განთავისუფლების სახით 2025 წლის ბოლომდე და მესამე მხრივ საერთაშორისო ბაზარზე მზის პანელების ფასი წამოვიდა დაბლა. ამან ხელმისაწვდომობა გაზარდა და ძალიან ბევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიმართა ნეტო აღრიცხვის სისტემას სემეკის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და ის 4%-იანი ზღვარი ჯამური მოხმარების, რაც თავის დროზე ჰქონდა ჩვენ განსაზღვრული, პრაქტიკულად შეივსო. სწორედ ამიტომაც ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ შესაბამისად გადამცემის სისტემის ოპერატორთან, ელექტროსისტემასთან, გამანაწილებელ კომპანიებთან, როგორიც არის თელასი და ენერგოპრო, ვიმუშავეთ ტექნიკურ საკითხებზე და ვნახეთ, რომ ტექნიკურად ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, წესრიგშია და შესაძლებელი იყო ამ სიმძლავრეების გაზრდა, სწორედ ამიტომაც ეს 4%-იანი ზღვარი გაიზარდა 8%-მდე, ასე რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, ნეტო აღრიცხვის სისტემაში დაყენებულ სადგურებს ვიხილავთ. ბატონ დავით, აუცილებლად უნდა გკითხოთ მომხმარებელთა უფლებებზე, ვინაიდან სემეკი ამ კუთხითაც საკმაოდ აქტიურია და მუდმივად თუ კი ხდება, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად უფლებების დარღვევა მომხმარებლის, ასევე თუ ისინი მოგმართავენ თქვენ და ვიცით, რომ ამ კუთხითაც სიტუაცია გაუმჯობესებულია, ხდება ჩამოწერა თუ რეალურად აღმოჩნდება ხომ დავლენება. საინტერესოა, როგორი იყო 2023 წელი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ერთის მხრივ რამდენ აბონენტს რა რაოდენობის დავალიანება ჩამოეწერა და მეორეს მხრივ თავად კომპანიების ქცევა თუ შეიცვალა და რამდენად უფრო ასე ვთქვათ, სწორად მოქმედებენ ისინი და არიდებენ თავს არასწორ დარიცხვებს. კომპანიების ქცევა ნამდვილად შეიცვალა და მომხმარებლის ასიკეთოდ ისინი ხედავენ რეგულატორის ძლიერ ხელს, რომელიც ხელით კი არ მართავს სისტემას, არამედ სისტემურად მართავს. ჩვენ გვაქვს სპეციალური კომპიუტერული ბაზა, პროგრამა, რომელიც ჩვენთან დაიწერა და ამ ბაზის მეშვეობით ხდება პროცესების მონიტორინგი. ამან საშუალება მოგცა, რომ იგივე თქვათ, თუ რაღაცა პროცედურები აგვიანდება ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით კომპანიას და ამას აქვს სუბიექტური მიზეზი, ესეთ შემთხვევაში ეს პროგრამა ავტომატურად ახდენს მომხმარებლებისთვის კომპენსაციის დარიცხვას და 300,000 ლარზე მეტი ესეთი თანხა იქნა დარიცხული მომხმარებლების სასარგებლოდ. ხოლო არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანება, რომელიც ჩვენ წლის განმავლობაში ჩამოვაწერეთ 700,000 ლარზე მეტია. შემცირდა სხვათა შორის, ზუსტად თქვენი კითხვის მეორე ნაწილი ზუსტად ეს იქნება, ადრე უფრო მეტი იყო არასწორად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანება, მაგრამ ჩვენ ამაზე აქტიურად ვიმუშავეთ, სწორედ ამიტომ ამ ნაწილში მომართვიანობაც კომისიაში არის შემცირებული, ვინაიდან პრაქტიკულად არასწორი დარიცხვები არ ხდება და თუ ხდება და მომხმარებელს ეჭვეპარება, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ისევე როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საკმაოდ აქტიურად მუშაობთ სხვა ნაწილშიც, როგორიც არის, მაგალითად თქვა, სწრაფი რეაგირება სხვადასხვა საკითხებზე, ცალხაზე განაცხადის უბრალოდ ზარის დაფიქსირების შემთხვევაში ან განაცხადის წარმოქმნის შემთხვევაში კომისია ძალიან სწრაფად ახდენს რეაგირებას და 1000-ზე მეტი განაცხადი განვიხილეთ ჩვენ წლის განმავლობაში, სადაც მომხმარებლებს ჰქონდათ ეჭვი ან დარიცხვასთან დაკავშირებით, ან თქვათ სხვა ტექნიკურ საკითხებზე, როცა თვლიდნენ რომ ირღვეოდა მათი უფლებები და ამ ნაწილში თქვათ აქტიური იყო საკმაოდ კომისია. მადლობა ბატონო დავით დეტალური ინფორმაციისთვის და მიმოხილვისთვის. მაყურებელს შევახსენებ დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ.